ძალიან კარგ დროს სპექტაკლამდე დარჩენილა 20 წუთი, მაგრამ ხალხო, დამეწყო ჯარიმის ფობია. ანუ თბილისში სადაც არ უნდა დააყენო მანქანა, აი 5 წუთითაც რო აი კუტებოდე და წყალი გინდოდეს და უბრალოდ აი რაღაცა აი ოდნავ გადაცდი ხას. არ ვიცი, რაღაც სატვირთოს ადგილას 5 წუთი რა, მეტი კი არა. მართლა დღეს აი 5 წუთი დავაყენე ელექტრომობილის დასატენი ადგილი იყო. და მართლა 5 წუთი გადავედი, იმიტომ რომ ძალიან აუცილებელი საქმე მქონდა და ძალიან ბევრი წრე დავარტყი და აი ხა მომივიდა 100 ლარიანი ჯარიმა და რა ვქნათ? უბრალოდ აი თბილისის მაცხოვრებლებმა რა ვქნათ? თბილისის მერიას მივმართავ, როგორ ვიცხოვროთ? რომ ყოველ დღე ძალიან ბევრი ჯარიმა არ მოგვივიდეს. არ ვიცი, მე ვერ ვაკეთებ და აბა თქვენ მირჩიეთ. თან ძალიან კარგად იცით, რომ მთელი საქართველო ცხოვრობს თბილისში. საპარკინგო სივრცე არსად არ არის. დასწრებაზე ვართ, გამწარებულები დავრბივართ, რომ სადმე ჩავაკვეხოთ ეს მანქანა, ეს დამპალი მანქანა უკვე მეზიზღება. და გეფიცებით, აი უკვე დამეწყო როგორ შიშები იცი, რომ მესიჯი რომ მომდის ფოლის ჯიდან უკვე კანკალი მეზღება. არ შეიძლება ასე. ან ააშენეთ საპარკინგო ადგილები, სადაც ფულს გადავიხდით და დავაყენებთ. ან ყოველდღიურად 50 ლარი, 100 ლარი, მესმის რომ კარგია რომ ბიუჯეტში შედის ფული, მაგრამ ჩვენ ძალიან ცოდოები ვართ, ვისაც მანქანა გვყავს და იქნებ გაგვითვალისწინოთ. ან უფრო მეტი საპარკინგო სივრცე, არ ვიცი, აშენდეს, როგორც ვახსენე, გადავიხდით ფულს, ან არ ვიცი, უბრალოდ მე ისეთი საქმე მაქვს, რომ სამწუხაროდ ფეხით ვერ დავდივარ. სადაც ვახერხებ, დავდივარ. მადლობა.